გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის დღევანდელი სტუმარი იურისტი საბა ბრაჭველი იქნება და შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ბოლო ანტიდემოკრატიულ კანონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღეს წინ დააკანონა. გულისხმობ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად საერთაშორისო დონორები ვერ გასცემენ გრანტს, თუ კი ქართული ოცნების მთავრობის თანხმობა არ იქნება. ანუ თუ აქამდე მიღებული აგენტების კანონი და უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ასევე დამატებით მაუწყებლებისთვის უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტების განთავსების შეზღუდვა უშუალოდ მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავს გრანტების მიღებას. გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით ვერც ერთი დონორი ვერ გასცემს გრანტს, თუ არ ექნება მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. ასეთ ორგანოდ კი კანონით განისაზღვრა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ასევე დაადგენს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის წესს. მოკლედ, დონორმა ანუ გრანტის გამცემმა ნებართვის უნდა მიმართოს ანტიკორუფციულ ბიუროს. წარუდგინოს ხელშეკრულების პროექტი, ანუ ვიზე გასცემს გრანტს და რა მიზნობრიობით ანტიკორუფციულ ბიუროს კი აქვს 10 დღიანი ვადა პასუხის გასაცემად. აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია წერია კანონის განმარტებით ბარათში. და თუ მაინც ორგანიზაცია გარისკავს და მიიღებს უნებართვო გრანტს, სასჯელის სახით საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობა ექნება გადასახდელი, რომელიც გრანტის მიმღებს დაეკისრება ამ შემთხვევაში. ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ჯარიმის პირობებში ვინმე გრანტის უნებართვოდ მიღება გადაწყვიტოს, ნახოთ რა ამოძრავებს სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის პარტიას და ამ პირობებში როგორ შეძლებს სამოქალაქო საზოგადოება მუშაობას და ყველაზე მთავარი ოცნების მიერ მიღებული ამ და სხვა კანონებით რას კარგავენ მოქალაქეები, რას კარგავთ ჩვენ. იურისტი საბა ბრაჭველია, წერტილის სტუმარი სტუდიაშია. საღამოშტობის საბა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. სალამი, მადლობა მოწვევისთვის. რამდენიმე დღის წინ BMG-ს ქონდა ვრცელი ინტერვიუ გერმანიის ელჩთან პიტერ ფიშერთან, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შეტანილი და როცა ელჩს კითხეთ, რომ იცით რომ მოგიწევთ შეთანხმება მთავრობასთან, როცა გასცემთ გრანტებს, მან თქვა, რომ ჯერ მაგალითად მოიშველია, თუ არ ვცდები, პაკისტანში არის ასეთი წესიო, როდესაც თითოეულ გრანტზე ნებართვა უნდა მიიღო და რაც შეეხება ქართულ რეალობას, უნდა ვნახოთ კანონი, ვსწავლობთ ამ საკითხს და ალბათ ვკითხავთ საქართველოს მთავრობას, ეს ჩვენთვის რას ნიშნავს. მინდა პირველ რიგში ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს კანონი ყველა პოტენციური დონორისთვის, ვინც ამ დრომდე სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში გასცემდა გრანტებს და შესაბამისად რას ნიშნავს ჩვენთვის ეს შეზღუდვა. კი ბატონო, პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის რას ნიშნავს ეს შეზღუდვა? ეს ნიშნავს რესურსების დაკარგვას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ შეეძლებათ არჩევანის გაკეთება, მაგალითად იურიდიული დახმარების მისაღებად საიას მიმართონ თუ აიყვანონ კერძო ადვოკატი, რადგან საიას გამჭვირვალობას ასე შემდეგ იმ ორგანიზაციებს, ვინც ახლა უსასყიდლოდ გასცემენ იურიდიულ დახმარებას თუ სხვა სერვისებს, მათ ფიზიკურად სახელმწიფო ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს სახით აღარ მისცემს უფლებას, რომ ეს გრანტები მიიღონ. ძალიან აშკარა არის იმ სამიზნეების სია, ვისი განადგურებაც უნდა ქართულ ოცნებას და ამ შემთხვევაში ისინი შეზღუდავენ დონორებს და აღარ მისცემენ უფლებას, რომ დავუშვათ საია იქნება სხვა ორგანიზაციები ეს ამ გრანტების საფუძველზე იარსებონ და ქართულ მოქალაქეებს მიაწოდონ ეს საჭიროებების რაღაცა სრული პაკეტი, ხო? დონორებისთვის რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათ ექნებათ გასაკეთებელი არჩევანი. პირველი არჩევანი ის არის ითამაშებენ თუ არა ამ ანტიკორუფციული ბიუროს წესებით. მაგალითად, იტყვიან თუ არა უარს ისეთი ტიპის დაფინანსებაზე ან ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროს ბატონ რაჟდენ კუპრაშვილს არ მოსწონს. არ არის განმარტებული არავითარი კრიტერიუმები, არაფერი საერთოდ, რითი იგებს ეს ადამიანი გადაწყვეტილებას, ხომ? ანუ აქ უდიდესი არის რაღაცა სუბიექტურობის, მიკერძოებულობის, მეტიც ნეპოტიზმის და კორუფციის საფრთხე. ამიტომ შეეგუებიან ასეთ ნეპოტიზმს და კორუფციას თუ არა, ეს იქნება პირველი კითხვა, რასაც მათ უნდა უპასუხონ. და ამის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, რომ დონორების ნაწილი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ფულის უსასყიდლო დარიგება არ ღირს და რატომ არ უნდა შეეძლოთ მათ დაუშვათ მოქალაქისთვის პირდაპირ დახმარება, რატომ უნდა იყოს ამაში შუამავალი ბატონი რაჟდენ კუპრაშვილის სახით და შეიძლება მათ უბრალოდ დახურონ გარკვეული საგრანტო კონკურსები და ეს დაფინანსება, რაც ქართულ ხალხს ხმარდება, გავიდეს ქვეყნიდან.
არაერთი მიმართულებით. ეს შესაძლოა, რომ ალბათ კანონქვემდებარე აქტებით გაიწეროს, თქვათ, როგორი ხელმძღვანელებს რა წესი ექნება, ალბათ რაჟდენ კუპრაშვილს. ეს აუცილებელიც არის, თუმცა მოგეხსენება 17 აპრილს შევიდა ეს კანონი ძალაში, ნუ კანონში შესული ცვლილებები. დღემდე მე პირადად არ მინახავს რაღაცა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მოაწესრიგებდა ამ საკითხებს. ყოველ შემთხვევაში მე ვიცი, რომ რამდენიმე ორგანიზაცია აპირებს ამის გამოთხოვას და ნახოთ თუ მიაწვდიან მათ მაინც. ანტიკორუფციული ბიურო და რაჟდენ კუპრაშვილი ზოგადად ისეთი ხელმიუწვდომლები არიან და არასაჯაროები, რაც საჯარო იყო, ისიც კი დახურა ბიურომ გულისხმობ ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას დეკემბრიდან მოყოლებული ვერ ვნახულობთ ამ ინფორმაციას. უფრო დეტალურად რომ ახსნათ პროცედურა, მე დღეს კანონს როცა ვკითხულობდი, იქ წერია, რომ ხელშეკრულების პროექტი უნდა წარუდგინოს დონორმა ანტიკორუფციულ ბიუროს. ანუ დონორი ორგანიზაცია, როდესაც გადაწყვეტს მაგალითად საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისთვის გასცეს გრანტი. მან ამ ეტაპზევე უნდა მიმართოს ანტიკორუფციულ ბიუროს თუ გამოაცხადოს კონკურსი, გამოვლინდებიან გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ან შეიძლება მედიაზეც იყოს გრანტი გაცემული და აი მერე უკვე აი ამ ხელშეკრულების დრაფტით მიდის ანტიკორუფციულ ბიუროში. დიახ, დაუშვათ რომ სიტყვაზე, აი გერმანია რა კითხვენ ახსენეთ, გერმანიის სახელმწიფომ გადაწყვიტა როგორც აქამდე უამრავჯერ გაუკეთებიათ რომ კი, აი თუნდაც GIZ-ის მეშვეობით დააფინანსოს განათლება სოფლებში და ამისთვის რაღაცა გასცემს გრანტებს იმ მიზნობრიობით რომ დაუშვათ სკოლებში სადაც არ არის ინტერნეტი ჩაირთოს ან სოფლებში სადაც არ არის ბიბლიოთეკები მოეწყოს და მათთვის მოხდეს წიგნები გადაეცეთ, ხო? რაც მოხდება, იქნება ასეთი სიტუაცია, გამოაცხადებენ ისინი საგრანტო კონკურსს, მაშინ მიიღებენ რაღაც ორგანიზაციები თუ საერთოდ დარჩენ ცხადია მონაწილეობას და გერმანიის საელჩო შეარჩევს, რომელი პროექტი არის ყველაზე ხარჯშეფექტური, ყველაზე გამჭვირვალე და ასე შემდეგ. შეარჩევენ ამას და ამის შემდეგ უნდა მიმართონ ამ ხელშეკრულების პროექტით ანტიკორუფციულ ბიუროს და თუ აღმოჩნდა ისე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დაუშვათ ან ეს ორგანიზაცია არ მოსწონს, ან მეორე ან მესამე ადგილზე გასული უფრო მეტად მოსწონს და ასე შემდეგ, ის უარს ეტყვის ასეთ ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის შემდეგაც შეიძლება ორჯერ გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ არსებითად ვიცით, რომ არაფერი არ შეიცვლება და შესაბამისად იქამდე ეტყვის უარს დონორს ასეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე, სანამ ეს კონტრაგენტი, ანუ მეორე მხარე არ მოეწონება, მისთვის მისაღები ორგანიზაცია ან პირი არ იქნება. გასაჩივრება რადგან ახსენეთ, ამ შემთხვევაში რისი უფლება აქვს ესეც რომ ავუხსნათ მაყურებელს კანონით დონორს და გრანტის მიმღებს. როდესაც თქვათ რაჟდენ კუპრაშვილი რაღაცაზე ამბობს, რომ ის არ მოსწონს. არც როგორ დაასაბუთებს მაგრამ. ხო, ეს გადაწყვეტილება უარის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს პირველ სასამართლოში ორჯერ და ამისთვის დადგენილი არის შეზღუდული ვადები, თუმცა რაც კანონში არ წერია და ისე უნდა იცოდენ ორგანიზაციებმა, ეს არის რომ ამ შემთხვევაში საერთოდ არის გამორიცხული სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, ასე რომ ვთქვათ, და მე ურჩევდი ყველა ორგანიზაციას, ვინც ვერ შეძლებს რომ მიიღოს გრანტი და ვერ მოაწეროს ხელი ასეთ ხელშეკრულებას ბატონი რაჟდენის თანხმობის არარსებობის გამო, რომ როგორც კი ამოწურავს შიდა სამართლებრივ ღონისძიებებს, ან როდესაც ამ სასამართლოებიდანაც შიდა სასამართლოებიდან უარი მოუვა, ამის შემდეგ აუცილებლად გააგზავნოს სარჩელი და არ მხოლოდ სარჩელი სტრასბურგში, არამედ ინტერიმის მოთხოვნაც, ანუ დროებითი ღონისძიების მოთხოვნა, რითიც შესაძლებელი გახდება ამ კანონის თუ ჯერ გაუქმება არა, შეფერხება მაინც იქამდე სანამ სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საბოლოოდ თუ მოგმართავენ უკვე 16 აპრილს მიიღეს ხო კანონი, უკვე გამოქვეყნებულია, ხელმოწერილია დონორი ორგანიზაციები ერთი მხრით და ასევე საინტერესო არასამთავრობო ორგანიზაციებიც როგორც იურისტს კონსულტაციისთვის და თუ რჩება რაიმე გზა, ჩვენ გვახსოვს რუსული კანონის მიღების შემდეგ, რომ რაღაცა სხვა იურისდიქციაში რეგისტრაცია თუ პროტესტის ფორმა იყო, ასე ვთქვათ, გამოსავალი, რომ არ დამორჩილებოდნენ ამ კანონს. აი, ახლა თუ არის მოძებნადი როგორც იურისტი სიტყვით.
კი ბატონო, ხო, 16-ში მიიგეს, 17 შევიდა ძალაში, ამის შემდეგ მოგმართეს კი დონორებმაც და ორგანიზაციებმაც, როგორ შეიძლება ამაში გარკვევაო. არის რიგი ორგანიზაციები ან რიგი დონორები, ვისთან დაკავშირებითაც შეიძლება რაღაცა გამონაკლისების პოვნა. ეხლა აქ მაინც არ დავასახელებ და კი ისე ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებში ხერხდება ხოლმე ასეთი გამოსავლების პოვნა, თუმცა საბოლოო ჯამში მე მაინც მგონია რომ მთავარი მიზანი უნდა იყოს აქ შიდა საშუალებების ამოწურვა, თუ კი ანტიკორუფციულმა ბიურომ მართლაც ესეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ სტრასბურგის მეშვეობით ამ მთლიანად ამ კანონის შეჩერების მიღწევა, რადგან ეს კანონი უბრალოდ არის აქტი ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომ ქართულმა ხალხმა ვეღარ მიიღოს უფასო დახმარება, უფასო სერვისები, უფასო შესაძლებლობები თავიანთი შვილებისთვის, ოჯახებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. ეს აი ამის რაღაცნაირი ძაბრში და ფილტრში მოქცევას იმისთვის, რომ კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნას, ეს არის სრულიად დაუშვებელი საკითხი. თან ალბათ კორუფციის რისკებიც არის, მაგრამ თავარი ალბათ ის არის, რომ რაღაცნაირად სივრცე ვიწროვდება ამ უფასო სერვისების მიღების. როგორ ფიქრობთ, როცა აქვს ოცნებას უკვე აგენტების კანონი, როცა აქვს უკვე ეგრეთ წოდებული ქართული ფარა, პლუს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რაღაცნაირად ოცნების მხრიდან ცოტა შიშითაც ხომ არ არის გამოწეული იმ კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი რუსული ყაიდის კანონი მიიღოს, რომ არ დარჩეს სივრცე სამოქალაქო სექტორის არსებობისთვის, ასეც რომ შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც ოცნებამ დაიწყო ეს აქტიურად ანტიდემოკრატიული კანონები, ყველა დონორი ორგანიზაცია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩვენი პარტნიორები ყველა ამბობდა, რომ იმ გრანტებს დახმარებებს, რომელიც მიიმართებოდა მთავრობის მისამართით, პირდაპირ ბიუჯეტში ჩვენ გადავამისამართებთ მედიის და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის და ეს გზა ჩახერგეს, ასე ვთქვათ. კი, არა მხოლოდ ჩახერგეს, არამედ ცოტა აღელდნენ ძალიან აშკარად, ანუ რომ გადავხედოთ წინა 3 წელს 2023-ში ვერ შეძლეს კანონის მიღება, 24-ში მიიღეს, მაგრამ ვერ ამოქმედეს, იმიტომ რომ მთელი სექტორი, აი სამოქალაქო სექტორი ერთად დადგა და უარი განაცხადა რაღაცა რუსული წესებით ცხოვრებაზე. მოვიდა 25 წელი და 25 წლის იანვრიდან და თებერვლიდან მოყოლებული ბევრი კანონი ერთად მიიღეს, ან კანონში ცვლილებები შეიტანეს იმისთვის, რომ აი რაღაცა მაინც ხო იმუშავებს, რაღაცა კედელს რო ბევრ რამეს ესვრი და რაღაც ხომ შერჩება ასეთი პრინციპით, ანუ ლოგიკურად ცოტა უაზრობა, მაგალითად გრანტების შესახებ კანონში ამ ცვლილებებს თუ იგებ, მაშინ ის ფარას თარგმანი რაში გჭირდება, ანუ ზედმეტია overkill, რასაც ქვია, ეს მოუვიდათ კიდევ სხვა კანონებთან დაკავშირებითაც. მაგრამ ხო ცდილობენ, რომ ანუ ეს არის ჩემი აზრით პირველ რიგში რაღაცა დაშინების ტაქტიკა, იმის თქმა, რომ აი ბევრ რაღაცას, აი მაქსიმალურად შეგიზღუდავთ იმისთვის, რომ თქვენ თვითონ მიხვდეთ, რომ აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში საქმის კეთებას, ან წახვიდეთ, ან დაიხუროთ საქმიანობა, შეწყვიტოთ, სხვაგან გადახვიდეთ და ასე შემდეგ. და დედლაინი დათქვეს ეს 1 ივნისი, რაც არის ფარას ამოქმედების დრო ხო და იქამდე რაღაცა მოქალაქეებსაც, ორგანიზაციებსაც, მედიასაც ყველას ეუბნებიან, რომ შეწყვიტეთ აქამდე თქვენი მოქმედება. ეს რამდენად იმუშავებს, ამას ვნახავთ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ის სტრატეგია, რამაც წინა წელს იმოქმედა, რაც ღია დაუმორჩილებლობა, წელსაც თავისუფლად შეიძლება იმოქმედოს. იგივე გრანტების კანონთან მიმართებით, ფარასთან. გრანტების კანონთან მიმართებით, ანუ ამ შემთხვევაში, რაც გააკეთეს ეს საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი არის ის, რომ მაგალითად აზერბაიჯანში NGO-ებს კი არ ეხება კაცო, დონორებს ეხება. და ეს არის რეალურად განსხვავება იმისგან, თუ როგორ ეს გრანტების კანონი, ეს რომ უწოდოთ, მოქმედებს აზერბაიჯანში ან უზბეკეთში, ასევე სხვა ქვეყნებში, საიდანაც გადმოწერეს ეს კანონი. იქ ამ ნებართვის მისაცემად მისვლა იქაურ ანტიკორუფციულ ბიუროში უწევთ ორგანიზაციებს და აქ საიდანაც ჩანს რომ ისინი აღელდნენ და შეშინდნენ არის ზუსტად ის რომ ჩვენთან ასეთი რამ რომ ჩაეწერათ ანუ აქ უამრავი ორგანიზაცია იქნებოდა ვინც უბრალოდ არ მიაქცევდა ყურადღებას ამასთან კი როგორც რუსულ კანონზე არ დაიმორჩილებოდა ისინი ხედავენ ამ დაუმორჩილებლობის უდიდეს პოტენციალს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უდიდეს პოტენციალს ამიტომ ჩაწერეს დონორები რაც აქამდე მე არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში არ შემხვედრია
კი, ამ შემთხვევაში ისინი დონორებს აშინებენ არა იმით, რომ ფულს არ დაახარჯინებენ, შეიძლება საერთოდ არ იყოს პრობლემა ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როცა პირიქით საგარეო დახმარება მცირდება ყველგან, ხო? მაგრამ ისინი აშინებენ იმით, რომ ამ ორგანიზაციებს დააკისრებენ ორმაგ ჯარიმას. ან გრანტის ოდენობის და ფაქტობრივად დახურავენ, ხო, გრანტის მიმღებებს და შესაბამისად ასე ცდილობენ ზეწოლის მოხდენას დონორებზე. ესეც კიდევ ერთხელ რამდენად იმუშავებს, ამას ვნახავთ, იმიტომ რომ ყველა ეს კანონი საბოლოო ჯამში ამ კანონების ამოქმედება რეალურად დამოკიდებული არის არ მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ, არამედ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე. რა თქმა უნდა. დონორები რას იზამენ? გასაგებია, თქვათ, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ რა მოლოდინიც გაქვთ, რომ იქნებ ისე საყოველთაო დაუმორჩილებლობა იყოს გამოსავალი. დონორები დონორს გააჩნია, ასე ვიტყოდი, მაგალითად, აი გაერო რომ ავიგოთ UNDP და სხვა პროგრამები, რომელიც უამრავ ფულს ხარჯავენ სოფლის მეურნეობაში, განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით და ასე შემდეგ, ხო? გაეროსთან დაკავშირებით მაგალითად არსებობს ცალკე კონვენცია, ცალკე ხელშეკრულება, რომლის წევრებიც არიან გაერო და საქართველოს სახელმწიფო მთავრობის წარმომადგენლობით, სადაც არის ჩადებული სხვადასხვა შეზღუდვები, რომლის ამოქმედებას მაგალითად არის შესაძლებელი მთავრობის მიერ, რაც გამომდინარეობს ზუსტად ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობიდან. ანალოგიურად ვიტყოდი ევროსაბჭოზე. მე რასაც ვიტყოდი დონორებმა უნდა ჩახედონ ამ ხელშეკრულებებს და კონვენციებს და იქიდან გამომდინარე დაინახონ, თუნდაც საქართველოს ნორმატიულ აქტთა იერარქიაში საერთაშორისო ხელშეკრულება უფრო მაღლა დგას თუ კანონი. ნახოთ როგორ წაიკითხავენ და როგორ იმოქმედებენ დონორებიც და ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორსაც რამდენად გამოუვა ბრძოლის ეფექტიანად გაგრძელება. თქვენ ახსენეთ, რომ რუსულ კანონთან მიმართებით ვერ ამოქმედაო. ხშირად ვუსვამ აქ სტუდიაში იურისტებს განსაკუთრებით ამ კითხვას, ვერ ამოქმედა თუ არა ამოქმედა ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი. ფაქტია, იძულებით რეგისტრაციის გზას არ მიმართა და დაიწყო წუწუნი იმაზე, რომ თავისინებით არავინ არ დარეგისტრირდა და ამიტომ მოგვიწია ფარას მიღებაო, რომელზეც კობახიძე 2 წლის წინ იძახდა, ამას არ ვიკადრებთ, ეს საშინელი კანონია. რთული საკითხია ხა ეს, იმიტომ რომ თუ რაღაცა ტაქტიკა იყოს საარჩევნოდ მაშინ ამის შეიძლება ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ანუ ყველაზე ესეთი სპეკულაციაში შევიდეთ რაღაც ჩემი აზრი ვთქვა ამაზე, შესაძლოა თავდაპირველ ეტაპზე, ანუ არჩევნებამდე მაინც ეს იყო არ უფრო ვიდრე ვერ, ну ერთი მხრივ იმის გამო რომ უბრალოდ 95% სამოქალაქო სექტორისა ერთფარეს დადგა და დაინახეს რომ ну დიდად აზრი არ ექნებოდა, პლუს ჩვენ აბსოლუტურად მზად ვიყავით რაღაც სამართლებრივი გზებისთვის, რაც იყო განსაჩივრება, შიდა სამართლებრივ სტრუქტურებში, სტრასბურგში ინტერიმის წაღება, ჩვენ სარჩელი წავიგეთ და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ შეიძლება იმის დანახვა რომ მათ რაკი დაგეგმილი ჰქონდათ არჩევნებში ის манипуляციების და გაყალბების მეთოდების გამოყენება, ბარემ რაღაცა არ აკრძალეს, რაღაცა არასამთავრობო სექტორის მუშაობა. ეს ტაქტიკა შეიძლება ახლაც დავინახოთ, რაკი გადადეს ხო ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, შეიძლება ახლა ეს ფარაც არ ამოქმედონ ზუსტად ამ პრინციპით, გრანტების შესახებ კანონში შეიძლება იმიტომ შეაქვთ ეს ცვლილებები, რომ ვისაც რა თანხა აქვს მიღებული ამას აცადონ მოკლედ მუშაობა დაუშვათ შემოდგომამდე და მე ახალი გრანტები არავისთვის არ მიაცემინო, ხო? აი, რაღაცა ესეთი ლოგიკის დანახვა შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი სპეკულაცია, რეალურად ის თქვა შეიძლება არის ის, რომ არა მაშინ ამ ორგანიზაციების ერთხარეს დგომა, რომ არა ბრძოლა, რომელშიც მაშინ ყველა შევიდა, ეს ვითარება ახლა არ იქნებოდა და არა თუ სახელმწიფოს ვეყოლებოდით გაუქმებული, არამედ თვითონ ფაქტობრივად ჩვენს თავს გავიუქმებდით, რაც ძალიან ამაზე უარეს შედეგებამდე მიგვიყვანდა, ბევრად უფრო სწრაფად, ასე რომ ფარასთან მიმართებით რა მოლოდინი გაქვთ? ჯერ ივნისამდე რამდენიმე თვე კი დარჩა. ამოქმედებენ თქვენ ახსენეთ ახლა რომ შეესაძლო არაო და ასევე რაღაც იურისტების აზრით, როგორც იცი, ორად იყოფა ფარა და რუსული კანონი ერთად თანაიარსებებენ. თუ ერთმანეთს ჭამენ, თუ გააუქმებენ, იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ ახსენა განხილვების პროცესში მამუკა მდინარაძემ, რომ რუსული კანონის ნაცვლად ვიღებთ ფარასო. თუ ერთმანეთს
ერთად შეიძლება იყოს ეს ორი კანონი, არ ვფიქრობ რომ რუსული კანონი სჭირდება ამ ახალ რუსულ კანონს ასე რომ ვთქვათ, პირველი არის ადმინისტრაციულ სამართლებრივი ესე რომ ვთქვათ აქტი, მეორე არის უფრო სამართლებრივი სანქციების შემცველი. ანუ იდეაში ეს ორი აქტი სხვადასხვა გზებით მიდის, სხვადასხვა სანქციებს და სხვადასხვა ვალდებულებებს ასევე ითვალისწინებს. თუ არ იქნება დაუშვათ ეს რუსულ კანონს თუ გააუქმებენ 24-ში რაც მიიღეს 25 წელში მიღებული აქტის ამოქმედება მის გარშე თავისუფლად იქნება მაინც შესაძლებელი. უბრალოდ აქ განსხვავება რა კი სანქციებში არის პირველ რიგში და ასევე კრიტერიუმებში კიდე სხვა რაღაცებში, მაგრამ მაინც მთავარი სანქციები ამ შემთხვევაში რაც სისხლის სამართლებრივ აქტად აღწევს ამ მეორეს, ეს არის ბევრად უფრო მძიმე, ასე რომ ვთქვათ, ამიტომაც ჩაწერს აი ადმინისტრაციულ რაკი არ იმოქმედა ახლა სისხლი, მაგიტომ ნაგჭირდაო. იმ სცენარში, სადაც აი ამ ახალ კანონზე შეუძლიათ რომ გამოძიება ეგრევე დაიწყონ, ხო, რაღაცები ეგრევე დააყადაღონ და ასე შემდეგ. თუ აამუშავებენ ძველ რუსულ კანონს, ასე რომ უწოდეთ, ამის გასაჩივრებაში და ასე შემდეგ სხვადასხვა ადმინისტრაციული ბიუროკრატიის მოგვარებაში ბევრი თვე გავიდოდა. ამიტომ წინა რუსული კანონის 24-ში მიღებული რუსული კანონის არსებობას ახლა ნაკლებად აქვს აზრი, მით უმეტეს თუ შეიძლება რაღაცა ყოყმანი არსებობდეს იმაზე 25-ის ეს კანონი საერთოდ აღმოქმედონ თუ არა. მოკლედ ფაქტია, ოცნება, ასე ვთქვათ, დაფინანსების წყაროებს მაქსიმალურად უზღუდავს, კი არა და ფაქტობრივად უზღუდავს არასამთავრობო სექტორს, დამოუკიდებელ NGO-ებს და მეორე მხრივ დააფუძნეს გრანტების მართვის სახელმწიფო სააგენტო, წელს 20 მილიონი გამოუყვეს ბიუჯეტი და ეროვნულ ინტერესებთან შესაბამის პროექტებს და ამ მიმართულებებს ავაფინანსებთო. რას ამბობს ეს ორი ფაქტი ერთი ხელით ამას აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტნიორი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გეუბნებოდეს, რომ ეს არის ცუდი და სასწრაფოდ გასაუქმებელია და მეორე მხრივ რაღაც სხვა სახით ეუბნებოდა, რომ შენ გინდა გაძლიერება სამოქალაქო სექტორში. ეს არის იქნება განსხვავებული მოქალაქეებს რო ვუთხრათ, მთავრობის მიერ დაფინანსებული NGO-ები და პროექტები, იმ პროექტებისგან, რასაც დღეს გრანტების დახმარებით მოქმედი NGO სექტორი აფინანსებს. კი ბატონო, ამის დანახვა ძალიან მარტივად შეიძლება ერთი მხრივ დემოკრატიული ქვეყნების და მეორე მხრივ აი აზერბაიჯანის, ბელარუსის, თუნდაც რუსეთის მაგალითზე. პირველი ტიპის ქვეყნებში არსებობს ეს სახელმწიფო რაღაცა ორგანოები, რომლებიც გასცემენ გრანტებს, მაგრამ ასევე არ არის შეზღუდული საერთაშორისო დაფინანსება. მეორე ტიპის ქვეყნებში, აზერბაიჯანში, საერთოდ გადმოწერს ეს და სხვა კანონები, ესეთი არსებობს მხოლოდ სახელმწიფო გრანტები. საერთაშორისო გრანტები ფაქტობრივად არ არსებობს, ხო? და ძალიან აშკარა არის, რომ ორივე შემთხვევაში სახელმწიფო რასაც დააფინანსებს თუნდაც სიხარულით, ესე რომ ვთქვათ, ეს არის დაუშვათ სოფლის მეურნეობა ან რაღაცა სხვა ისეთი საკითხები, რომელიც არ შეიცავს რაღაცა პოლიტიკურ შინაარსს, მაგრამ როგორც კი შემოვა კორუფციის კონტროლი, სასამართლოს კონტროლი, როგორც კი შემოვა watchdog-ური რაღაცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული და სახელმწიფოს კრიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, ამ მიმართულებით ყველანაირ რაღაცა გრანტ შესაძლებლობას დაფინანსებას და ასე შემდეგ მოქალაქეებისთვის ესეთი ავტორიტარული რეჟიმები არ უშვებენ, ამას აუქმებენ. შესაბამისად, ჩვენ ამ კანონით სურს რომ წაგვიყვანონ ისეთი ვითარებისკენ, როდესაც ხმამაღლა ვერ იტყვი იმას, რასაც მთავრობაზე ან სახელმწიფოზე ფიქრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ შეიძლება დაიჩაგრო და შენი დამცველი არ იქნება არავინ. რატომ გუდავს ოცნება დამოუკიდებელ მედიებს და არასამთავრობოებს? შიშის გამო, პირველ რიგში იმ შიშის გამო, იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ეს აქტორები აწვდიან მოქალაქეებს და იმ რეაქციის მიმართ შიშის გამო, რაც მოქალაქეებს შეიძლება გამოიწვევს ამ ყველაფერმა, თუ ისინი დაინახავენ რამხელა ჩაგვრის, ძარცვის და უსამართლობის აპარატი არის შექმნილი დღევანდელ საქართველოში. რა პროგნოზები შეიძლება გქონდეს? ძალიან რთული ამ ქვეყანაში ზოგადად რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება, მით უმეტეს მოვლენების განვითარების, მაგრამ რუსული კანონის შემთხვევაში თითქოს ეს ომი თუ ერთი ბრძოლა მოიგო სამოქალაქო სექტორმა, იმიტომ რომ ვერ ამოქმედეს ეს კანონი. გზაშია ფარა, პლუს გრანტების შესახებ აკრძალვები კანონში. წლის ბოლოსთვის, აი როგორ წარმოგიდგენიათ NGO სექტორის, ასევე მედიების, განსაკუთრებით ონლაინ მედიის არსებობა, რადგან ვიცით, რომ სარეკლამო ბაზარიც ძალიან მცირეა და ბევრი დამოუკიდებელი მედია დღეს სწორედ არის
გრანტების ხარჯს. კი, ძალიან ისე მივდივართ დონორები როგორ მოიქცევიან ალბათ. არა, მე არ მგონია რომ თავარი არის როგორ მოიქცევიან დონორები, მე მგონია რომ თავარი არის როგორ მოიქცევა ქართული ხალხი და ამ შემთხვევაში ქართული თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული მედია ორგანიზაციები, ანუ პროგნოზი ძალიან რთულია. ხო, მაგრამ რაკნას მაგალითად გრანტი გამოცხადდა, მოვიგე კი, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამიბლოკა. უარი თქვა გაასაჩივრე წადი სტრასბურგში. ეს არის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ორგანიზაციამ, რომელიც მაგალითად ახლა არის გამოცხადებული, ხო, რაღაცა ბრიტანეთის საელჩო საქმე მაგალითად გამოცხადებული რაღაცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გრანტი. თუ ამ გრანტს არ გაუფორმებს ბატონი რაჟდენის ორგანიზაცია, ხო, უწყება, ამ შემთხვევაში მათ ეს უნდა გაიარონ ეს ნაბიჯები, წავიდნენ სტრასბურგში და მიაღწიონ იმას, რომ არა მხოლოდ ეს მათ მიმართ გაუქმდეს ამ კანონის მოქმედება, არამედ პრევენციული ეფექტიდან გამომდინარე, ზოგადად ამ კანონის ამოქმედება ვეღარ შეძლონ, ხო? ანუ პროგნოზი გაკეთება არ მინდა, უბრალოდ მინდა შევახსენო მართლა თქვენს მაყურებელსაც და ზოგადად ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მედია ორგანიზაციებსაც და ყველას რა წერია ჩვენს გერბზე, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ ეს წინა წლებში ვნახეთ და წელსაც ასე იქნება. ერთ-ერთი პროგნოზი, რომელიც გაკეთება შემიძლია არის, რომ თუ ჩვენ ისევე ერთად შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას, მინიმუმ ჩვენი ასე მოგუდვა, როგორც თქვენ თქვით, ადვილი ნამდვილად არ იქნება. მინიმუმ როდემდე ან მაქსიმუმ როდემდე შეიძლება იარსებოს ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაციის გარეშე და გააგრძელოს ასეთი ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, იმიტომ რომ გასაგებია რომ ძალა ერთობაშია, გასაგებია რომ პროტესტი გრძელდება, მაგრამ იმასაც ხედავთ, რომ ოცნება არ ჩერდება და ვერ აკავებს ვერც სანქციები, ვერც საერთაშორისო პარტნიორების მეგობრული შეგონება თუ გაფრთხილება. კი, ავტორიტარული რეჟიმები ზოგადად ასე იქცევიან ხოლმე, ისინი დათმობაზე თუ წავიდნენ, მათი დასასრული უფრო მალე მოახლოვდება, ამიტომ ეს არ არის დიდად გასაკვირი, რომ აი ეს რაღაცა ყინჩად გამოიყურებიან, რაღაცა დათმობაზე წასვლა მათ არ სურთ, რაღაცა კაცრ სიტყვებს ამბობენ ხოლმე, მაგრამ ყველა ავტორიტარული სისტემა, რომელიც ინგრევა ერთ დღეში და ინგრევა ერთბაშად და ეს არ ხდება რაღაცა ნელ-ნელა. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება და შედეგი როცა დადგება. მე ასე ვუყურებ და ამას ვურჩევდი რაღაცა სხვა ადამიანებს. განვითარებისთვის რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ ამ ეტაპზე. განვითარებისთვის მეტი თავისუფლება, ასე ვიტყოდი, უკეთესი სასამართლო და უკეთესი განათლების სისტემა. სადაც რეფორმები განსაკუთრებით იგვიანებს. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში საბა? რა დავასრულოთ? წერტილი დავუსვათ, მოდი, უსამართლო სასამართლოს, რომლის გარეშეც ვერც ერთი ავტორიტარული სისტემა ფეხს ვერსად ვერ მოიკიდებს. ამიტომაც აქაც განსაკუთრებით აგვიანებს რეფორმები. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. ძალა ერთობაშია. აუცილებლად. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს იურისტი საბა ბრაჭველი პასუხობდა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.